ვაკეთე პოდკასტებს რეპერების წრეში თო კაფე იღუარის და იქნება ცვეთში რა თქმა უნდა პროფი ვერ იქნები ყველაფერში მიყვარს სტილები ხარ დამალობნელში მე ვიზე ნაკლები ვარ ცაზე გოგო მეკითხება თუ ხარ გიჟურ სექსის ხასიათზე მეთქი კი ცეცხლი მანქანაზე მივაჭირე ფეხი გაზე ქალაქი ბაუნსობს სამდროს გამის გამო გავიღვიძე სხვა პლანეტაზე ვიღვიძე ფერადი ფიგურა გაიწას ნაბას ბუმერებნელა ჩუმდა სულს კეტრაკა შეიკი გოგო სხვადასხვა ნათება სხვადასხვა გზა სხვა გზნობა ფერადისა დაუჭან მუღამს უაყვევარ ბად გოგო ჩემთან არ მოიწყენ მენდობიძან მოდი გასავლო ბიტებზე წყნარი ბაუნსი ტელეფონი დადეში წერტილი მიდი დაუსვი like this I don't fuck like this გაჩვენებ ჩემ დასაწყის ზოგჯერ და ხშირად ვედავ ზოგჯერ ავღელავ ყოფილზე ავღელავ ცხელა like this I don't come like this baby you are one night bitch don't be shy get on the knees no need bichabi ვეწევით კანაფის ნაპას ბამბამ კანაფის bichabi ვეწევით კანაფის ნაპას გაბან კანაფის გელოდებით ბოზო მოათრიე შენი სკელი ტრაკი შეიკი გოგ შეიკი გოგ შეიკი გოგ აკანავე შენ და გავათავე ყოლღამე მიდაგზნობა ვათამაშე რატო დაგალე მკითხი აქამდე წყნარი ბიჭი ვარ ხშირად ვატრაკე მისთვის ვარბოს და ბეიდბოი საწოლში ვედბო ვეგონდე სედბო რთული როგორც ლეგო გიჟივით let's go ვერ ხარ გოგო მეტად აგრესიულად ჭედავ სხვადასხვა ნათება სხვადასხვა გზა სხვა გზნობა ფერადიცა დაუჭან მუღამს უაყვებარ მათ გოგო ჩემთან არ მოიწყენ მენდობიძან მოდი გასავლო ბიტებზე წყნარი ბაუნსი ტელეფონი დადეში წერტილი მიდი დაუსვი ვიცი ზოგჯერ წამსომს ვიტყვი ველოდები კაიხმა სამგარემოში მთვარე მხოლოდ ნიჭიერებს აღიქვამ სინათლე მომაწოდე მზის ამოსვლა მე ვერ გამიტან ვარ უმოწყალო ქალაქიდან მეძახიან კანიბალს wins ესე იგი დაგიბრუნდით მეგობრებო თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის რა თქმა უნდა ყოველ მიზეზ გარეშე აუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი დაალაიქოთ ვიდეო და დააკომენტაროთ იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყოველთვის გავაგრძელო პოდკასტები არ გავჩერდე ხან ხედავთ რანაირი მიკროფონებით ხან რანაირი მიკროფონებით და ბიჭები ხედავდნენ აქ და ღმერთია მოწამე რომ როგორ და რანაირად ხდება ყველაფერი კი არ წუწუნებ მაგრამ ფაქტი სახეზეა ეხლა თვითონ გაგვეცნობიან რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის რო ჩამოდიან ხოლმე ზოგი საიდან ჩამოდის ზოგი საიდან დღეს ეხლა ფოთში არის ზოგი წასასვლელი ზოგი თბილისში და ასე შემდეგ ვინსი ხო ვინსმოუკი კი ბატონო აისი საბათი გიწდობ საბა ისე საერთოდ მაგრამ ნიკნეიმი აისი როგორც რა აისი შენ მე სამი ხო სხვათა შორის რო გამომიგზავნა ჩემი მეგობარიც რეპერია და ასე შემდეგ ჩემი ბრატი არის წლების მაგაცი სანი ხა აღარ რეპოს სანი ერქვა ხო მაშინას და მეთქი იმისი რამე ხო არის მარკეტში საიდან ხა ეს სახელების თემა იქით აქეთ ნელ-ნელა შევწყოთ და დავიწყოთ რომ ეს ვინსი ძლივს წავიკითხეს დოლარის ნიშნები რო შევია ხალხს ბევრი ძლივს კითხულობს ჩემ მოკლედ სალამი ყველას მე ვარ ვინსმოუკი პირველ რიგში მადლობა ტოკაფეს მოწვევისთვის მადლობა რომ მოხვედით კი აგერ კაცმა ნახეთ რამდენი იწვალა და ყოველ დღე ეგრე წვალობს და თქვენს ხა ხელი უნდა შეუწყოთ და ცოტა мотиваცია უნდა მიიცეთ ლაიქი მისცეთ და subscribe-ი რა ელემენტარულია მარტივია მოკლედ რა ფოტიდან ვარ ვინსმოუკი ზალკუ შენ რა გაინტერესდა ხო ანუ სახელის საიდან წარმოვიდეს სახელი თავიდან მე რქვა ვაფშე სხვა სახელი რა მე თვითონ რას დავირქვი რა ერთმა ადამიანმა დამარქვა darkness prince ასე ვთქვათ რა ანუ ბნელეთის ხო აი ბნელეთის პრინცი რა ხო ეგრე დამარქვის რა მაგრამ მე გადავიფიქრე რა და არ ვიცოდი სახელი როგორ შემეცვალა რა ანუ ჯოჯოხეთში არ მოხდო შეგეშინდა ხო და კაროჩე ყველა მიძახოდა რაღაცა ანიმე და გამომდინარე Winsmokes რა ერთ-ერთი პერსონაჟი არის თმები ქონდა ზუსტად ჩემნაირად
თან 12 წელი ანუ ვარჯიშობდი ფეხები ჭუბზე რა, ტაიკვონდოს სპორტსმენი ვიყავი და короче, მაქედან გამომდინარე, ძალიან რომ ემთხოვთ ერთმანეთს და გადდა რაღაცა, მეძახონდა Winsmoke-ს რა და მე მიკვირდა მეთქი Winsmoke-ი ვინ არის მეთქი რა. მე გავარკვევი რაღაცა და ნახე რა, რომელი ქარაქტერიც იყო და მაგის მერე შემჩერე სახელი რა. Winsmoke. და ეს რეპერობის თემა საიდან რამდენი წელია? მოკლედ, როგორც წინათ აღნიშნე, აპოლდნავროს ვიცი. როგორც წინათ აღნიშნე. ესე რა. ოკეი. აკაც შეეთქვა ხო ნახე. როგორც წინათ აღნიშნე, სპორტსმენი ვიყავი და საერთოდ ჰიპ-ჰოპზე და რაღაცაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ როგორც ასე მაგარი მოყვარული ვიყავი ჰიპ-ჰოპის რა, თავიდან ბავშვობიდან უსმენდი მეტალიკას რა, როკი მეტალიკა მევასებოდა ლინკინ პარკი მაგალითად. როკერი კაცი იყო ის. კი, როკიც მაქვს ჩანაწერი რა. როკი მევასებოდა, მაგრამ მე ჰიპ-ჰოპი და ჰიპ-ჰოპისკენ წავედი უფრო რა და ჰიპ-ჰოპს უსმენდი ხშირად რა. ხო და ნუ ეს საიდანაც გადავედი ხა. მოკლედ რა, ეგეთი თემა იყო, რომ ჩემმა ძმამ დაიწყო თავიდან რეპის დაწერა. და მე თავიდან ხა გამიკვირდა რა, ჩემი ძმა ხა ჰიპ-ჰოპს წერს მეთქი, დავცინე რა მაგაზე. კი რა, ის ჰიპ-ჰოპ არტისტია ხა რა გინდა მეთქი რა, რეპში რაღაცა, რა ირეპეროვა გინდა მეთქი. ორი თვის მერე ზუსტად ავდექი და მეს დავწერე ერთი ტრეკი რა, გამისწორდა რა რაღაც სიყვარულზე და რაღაცა. რამდენი წლის იყავი? 17-ის ვიყავ. 19-ი. აჰა. ნუ როგორც ასე აი აქტიურად და ხშირად რაც ვარ ჰიპ-ჰოპში არის 1 წელია რა. მაგრამ ის 1 წელი ცოტა სკოჭლობდი რა, 1000-ში ერთხელ თუ დავწერდი რა. ხო და ნუ ეს 1 წელია ხა ასე ვთქვათ რა, რაც ვაკეთებ ჰიპ-ჰოპს რა. ხო და თავიდან დავიწყე უფრო სევდიანი სტილი და უფრო სიყვარული და რომანტიზირებული რა, ზოგადად მაგარი რომანტიული ადამიანი ვარ და უფრო რომანტიული და გოგოზე და რაღაცა რა, ესეთი რაღაცები დავიწყე. წეგან სიგარეტს რო ეწეოდი, ეთყოდა რომანტიული საუბრები ქონდა მის მოტე. რა ჩემს ესაუბრებოდი? მეთქი მიყვარხარ და მეთქი შეყვარებულს და ასე. არა, კაცო, არა, შეყვარებული. დედა უნდა მიყვარდეს რა თქმა უნდა. დედას უნდა უთხრა მიყვარხარ რა. ბევრი არტისტი მწერს და ერთად ბაზარია. ერთად რომ მოდიან, კიდე ძნელია გაერკვე. ვინც ადევნებს თვალს, მიხვდებით რომ ძალიან ხშირად იდება პოდკასტები და რავი, რაც ვნახეთ ძალიან დიდი წვალებაა და უნდა დავაფასოთ რა. კაი, მაშინ თქვენი თემა როგორ წამოვიდა? მოკლედ, წეგან თქვი ჩემი ნიკნეიმიც ისიც ესეც და короче, პატარა ბავშვი ვარ რა. ხო და როგორი პონტი იყო, იცი, ბავშვობიდან მიყვარდა საერთოდ მუსიკა რავი მსგავსი რაც ეხებოდა ყველაფერი რა მსგავსი რა და ანუ მუსიკა რა ანუ ლიჟბი მუსიკა ყოფილიყო რა მაგრად მიყვარდა იტოქში რა და მე ანუ ვაფშე არც ვიფიქრებდი ან მომავალში ან გავრეპავდიანისა და რო წამოვიზარდე короче ესეთი პონტი იყო რომ ხდებოდა ხოლმე რაღაც პატარ-პატარა ტრეკები ისინი რაღაცა და დამაინტერესა რავი მომეწონა რა მაგ დროს კიდე პატარა ვიყავი შედარებით და მე ტიკტოკში ჩემ ძმაკაცაც მოწონდა რა თავიდან ლუკა არის მოკითხვა ჩვენგან ლუკას ხო და მაგას უყვარდა ხოლმე კიდე რაღაც ჰიპ-ჰოპი რაღაცა და ანუ დავაკავშირეთ ერთმანეთთან ანუ ორივეს გვიყვარდა რაღაცა ჰიპ-ჰოპი ესა და პროსტა რავი ერთხელ გადავწყვიტეთ რომ მოდიო ვაფშეო დავწეროთო ტექსტეო ვიბაზროთო რა ძალიან დებილობა დავწერეთ короче მაგარი დებილობა დავწერეთ მაგრამ ჩვენთვის მაინც სხვა იყო რა ეხა პირველი ტექსტია რაღაცა ესა და მე ნელ-ნელა ვაფშე არ ვიფიქრებდი ეხან რაღაცა ან სტუდიაში წავიდოდი ან იქ წავიდოდი ან აქ წამოვიდოდი ან ვიწვალებდი რაღაცა და ვაფშე არ ვიფიქრებდი მაგას რა მაგრამ ნელ-ნელა წლები გავიდა ნუ უფრო შევყევი და ძალიან გამისწორდა რა აი მე ჩვენი ძმა სანდროც აი ჩიტა короче ჩვენ ძმასაც მაგრა გაუსწორდა რა ამან სადღაც 1 წლის წინ короче ამან დაიწყო короче რა და ისეთი პონტი იყო რომ ამასაც ძალიან გაუსწორდა короче სამი ტიპი ვართ რა რეპავთ ესა короче და მე უკვე როგორ პონჩი ვიყავ იცი ანუ თავიდან დავიწყე ცოტა old school-ის პონტი რაღაცა ესა короче სანდრო ეხაც ეგრე არის რა ლუკას ჩვენი ძმაკაციც ეგეთ პონჩი არის და პროსტა რაღაც წლები რო გავიდა ის დრო რო გავიდა ის არის ნელ-ნელა ცოტა ისეთი პონტი იყო რომ აი აღარ მინდოდა რა ანუ მეთქი სტილ შევიცვლი და პროსტა ვცადე უბრალოდ აი სტები ჩავატარე რომ მეთქი სტილ შევიცვლი მეთქი რა ძალიან გამისწორდა короче აი ძალიან გამივასა ესა მე მაგ სტილში შევედი რა და ეს კოშმარები და მაიმუნობები ხო ორი კოშმარი პატარები ვართ ძალიან პატარები ვართ სადღაც 12 წლისები ვარ და ბიჭო ეს ჩემი ძმაკაც მეუნება რა ვქნათო რა სახელზეო და რავი მეთქი რა ვქნათო და დავაიო ორი კოშმარიო ანუ უსებ რა ანუ ხო იცი აი უსებ ტვინში რაც მოგიო პატარა ხარ რაღაცა და ორი კოშმარიო და ბიჭო აი რო წამოვიზარდე კარო სადღაც 1 წელი ვფიქრობდი სახელი შეცვლაზე პროსტა მაგრა გვეზარებოდა რა საბოლოოდ შეიცვალა და დაერქვა სტრეიზი ეხა ესეთი პონტია რომ ვაფშე სტრეიზიც აღარ არის იმიტომ რომ მე გავედი ცალკე მე სანდროც გავიდა ცალკე და ლუკას დარჩა მაგარხზე რა ანუ სამნი იყავით და ორი კოშმარი გეკват უბრალოდ ორი კოშმარი არა უყურე თავიდან ვიყავით ორნი რა ორი ტიპი ვიყავით მე სამი კოშმარი გახდა არა მაინც ორი
ხო და გაიჩიტა ესეც რა მე ვაფშე სტრესი დავარქვით და თავიდან ვაფშე წერდით როგორ პონჩი იცი აი ხა არ ქონა ჩვენ ხა აპარატურა არ მქონოდა ან რაღაცა პროსტა ტელეფონი დაიჭირე ბიტი ჩართე იბაზრე ბიტი ისმის რა ხო ხდები ანუ ეგეთი პონტი იყო და მე ეგრე უკვე ძალიან ისეთი პონტი იყო რომ ანუ ტექსტებსაც ნელ-ნელა ხვეწავდი და პროსტა აღარ ღირდა ეგრე ჩაწერა რა ერთხელაც გადავწყვეტეთ რომ დავაიო სტუდიაში წავიდეთო რა რაღაცა ისა წავედით საბა ხარაიშვილთან მოკითხვა ჩვენ ძმას ძალიან მაგარი ადამიანი არის, მაგარი ბიჭი არის, კაი რაღაცა საკეთებს რა. მივედით საბასთან ხარაიშვილთან და ძალიან კაი გარემო დაგვახვედრა, ძალიან ყველაფერი კარგად და ჩავწერეთ საბასთან რა. მე ისე დაგვევასა და ისე გაგვისწორდა ხარისხი, აი, კაროჩე, მთელი გზა უსმენით, ძალიან გაგვისწორდა. მეორეთაც მივედით, მეორეთაც ჩავწერეთ კაროჩე რა საბასთან რა. ხო და საბოლოოდ უკვე ვიფიქრე რომ მეთქი უკვე დრო არის რომ ნელ-ნელა რაღაცა აპარატურაც მოიხოდოს ესა რა კაროჩე რა და დავდექი რაღაცეები ვიჩალიჩა ისა ნელ-ნელა პატარ-პატარ რაღაცეები დავითრიე ცოტა თავიდან მიუჩვეველი ეხა არც მიქსინგი არაფერი დილიჯბი ჩაწერე რაღაცა მე პატარა ისა და დავხვეწეთ რა მე სანდროსაც უნდა და ესენი სანდროსაც ჩავაწერინე და კაროჩე ნელ-ნელა ვიხვეწებოდით რა და ბოლოს უკვე ესეთი პონტი იყო რომ PvP ბეთლები რაც უფრო განვითარდა აქ თემასაც შევეხებით აუცილებლად ვერ ავწდებით ხო და PvP ბეთლებსაც ჩაუჯექი რა და ძალიან გამისწორდა რა და ნელ-ნელა უფრო და ვაფშე და საბოლოოდ ისეთი პონტი იყო მე რომ აი პროსტა გამოცდილების პონტი იყო რა ეხა არ ვარ დიდი ასაკით ვაფშე რა მაგრამ ჩემთვის ეგეც გამოცდილება ეხა რასაც ვაკეთებ ანუ გამოცდილება ელემენტარული რა შეიძლება ბევრმა ვერ ქნას რა მაგრამ რა მე ვაკეთებ რა დიდი არაფერი არ თავს არ ვაკეთებ არაფერი მაგრამ ნუ საბოლოოდ ეგრე და ეხა საბოლოოდ ცალ-ცალკე არხებზე ვართ რა შეიძლება ისდაგვარა რა ერთი ორი სიტყვა გაგვეცანი და წარდგენა გააკეთე რომ როგორც წეგან თქვი მე ვარ სანი ნუ ეს ნიკნეიმია ისე სანდრო რავი ცხეთიდან ვარ თავიდან სადღაც 1 წლის წინ ცოტა მეტი ანუ დავიწყე პროსტა დამეწერა რა ასე რომ ვთქვა დამეწერა რაღაცა რითმა მე რითმას მივაყოლე და მომეწონა ეს და მანამდე ძალიან პატარა ვიყავი უსმედი ხოლმე შავი პრინცი თენთენა ბედინა ეს კაროჩე მაგრად მევასებოდა რა ეს ჰიპ-ჰოპ რეპი და მუსიკა მაგრამ მევასებოდა ბავშვობიდან მხიბლობდა ზოგადად ჰიპ-ჰოპი ხო და სადღაც 1 წლის წინ რითმა დავწერე რაღაცა და მეწერა მე კიდე ერთი რითმა მივაყოლე კიდე ერთი რითმა და ანუ გამისწორდა რა შემიყოლა ასე რომ ვთქვა კი შემიყოლა და მე ესენიც კაროჩე რეპავდნენ რაღაცა და ამათაც რო უსმენდი და რაღაცა მე მყავს პატარაც მაგრამ ლუკაზე იმენა გიждდებოდა ხოლმე რაღაცა, ანუ მაგრად ევასებოდა, როგორც ბაზრობდა და რაღაც რა. კაროჩე და მე მევასებოდა ეხლა გარეთ რო გავიდოდი ბირჟაზე, ის ჩვენებურ თემაში რა. იქ რაღაცა წვენს დავითრევდით, ანუს დავითრევდით რაღაც და ესენი რეპავდნენ ხოლმე რაღაც და მე მაგრად მოვიხიბლე რა და ეს რითმაზე მიყოლები რო შემიყოლა და რაღაც კაროჩე თავიდან მაგარი დებილობა კი იყო, მაგრამ პირველი იყო მაინც რაღაც თქო ვიწყებთ ყველა ხო თუ ყველა რაღაცით ვიწყებთ ეგრეა კი და ნელ-ნელა ვითარდებით და ავედი მე დავირქვი პროს სანდრო მეწერა ხოლმე რა ანუ ნიკნეიმი ვერ მოვიფიქრე ვერაფერი და მე კაროჩე ესეთი ლაპარაკი ჩამოვარდა რომ აი ორი კოშმარი რო ერქვა თავიდან არხს რომ მესამე კოშმარი ხო შევემატო ეგეთი ლაპარაკი წავიდა ეგეთის იყო კი და მოდი სახელი გადავარქვოთო თან შენც იყავი ჩვენთან ერთად და რაღაცა ცალკე ვიყოთ და რაღაც და კაროჩე შევიკარით ერთად და ნიკნეიმს ვერ ვფიქრობდით რაღაცა და მომოფიქრე და სანი რაც მეძახდნენ ხოლმე რა პატარა რო ვიყავი და რაღაც აი სანი სანიკო სანდრო რაღაცა ეგეთ თემაში მეძახდნენ ხოლმე რა გამახსენდა ეს და მაგრად მიყვარდა ეგ სახელი და მაგიტო დავირქვი სანი რა ბარემ რაღა ვიწვალო კი Betray the streets and you're done. Live hard, die young, and
keep it in the family. ამათმა მე გამაგიჟეს ისევ მე ჩამაფიქრეს ზოგიერთი მე გამარიდეს და ბევრმა თვალე მე ამარიდეს და გამარიდეს კვლავ საზოგადოებისგან რადგან ბევრმა იგზოხსნა სადაც კარგი აღმოჩნდა ხო და ისევ მე გამაგიჟეს კლეობების სამփոխებით მე გადმოხცენ ჩემს საფიქრად ჩვენ და გცინე ტელეფონი უჭედავდა ხმასთი შავდა მომენტებში ძმაკაცები არიგებდნენ თოს უწევდა ტელეფონში პიროვნებას არ ვეხებით მე რამდენჯერ აგიხსენ როგორც არტისტი სიმღერი და როგორც აის თეთრი მგელი ისი არის სანისკვლელი თესლი ვერსით ხმა ტექსტები დაზრიანი ეს სიტყვები მე გითხარი სიტყვარი დანარჩენი შენსი არის დამახიებიდი შენი ტონი შენი გვერდი არის თესლი ოღონ ჩემი თესლი არა კაი შეფასებით ცუდი სიტყვა ჩემი გადმოცემით არის შეთვის მისაღები მე დაგცინე ყველაფერზე ამოვიღე ჩემი დარდი და მანახეთ აღგრბოდა გზის ბოლოა ბაგაბაღი შენი დარდი არ მინახავს ვითომ შეხარ ტრაკიანი ამბიციამ შეგაწუხა გამოხვედი კაი ბავშვი გოგოები გიყურებენ ცეზურა შენ დაიცავი არაფერი იცვლება შენ ვერაფერი დაიადე ონლაინში კი ჩაიჯვი რეალშია გვიბარებდე პირველია როგორც ვიცი საბაზრო და მოიცი სანიქსი აის ბიძე როგორც ქარიშხალი ვატრიალეთ ფლოუ სტრაფი როგორც ტორნადარი სტრაფი ჯვერებში ვარ ჩესნი ხალხი ყლე მოგჭა მე დაიმაზე ვითომ როა ფაიზახი დაგვენახო საიმსახით რაც რეალშია მაგი ტრაგით კიდე ცხეთაში ბეთლების თემა კი მაგასაც ვეთქვი ყველაფერს იმიტომ ვეთქვი რომ ეგ თემა მახსოვდა მე ნახე რომ თან მაგარი წვიმიანი და ცუდი ამინდი იყო მაგაზეც მოყვები რა დებილობა ხო დამემართა იანგმაიკი ბიჭები ნახე ძალიან ცუდი რაღაც დამემართა ცოტა გამიტყდა ხო და აი მაგ თემასაც რო შევეხოთ და ნელ-ნელა ხანიკით და შენს მოგცემ სიტყვის იყო ჩაერთი ხოლმე ისე წავს მაგ პრობლემა არა მაგრამ აი ეგ თემა მაინტერესებს ეგ როგორ და რანაირად კაროჩე ესეთი პონტი იყო რა TikTok-ში როგორც თავიდან ვთქვი რომ რეპი მიყვარდა და რაღაცა ანუ მე უკვე ვთვლიდი რომ ანუ ცხეთაში ვდიდათ არავინ არ არის ეხა ესეთი ტიპი რომ რეპავს და რაღაცა რა და ვაფშე არ ვიცოდი რომ ბიჭები რეპავენ რა და ბეთლებს და რაღაცებს აკეთებდნენ თურმე ერთ ტიპს აქ ანუ ერთ ტიპს უბეთლავია რა და მე გარ ვიცი არა და მე ბეთლი მევასება არა და მე გარ ვიცი და მოვიდა ჩემ ყურამდე რომ ჩემ ძმაკაც აქ მეორებისთან ბეთლი რა ისიც ახლობელი არის მეორებისთან აქ ბეთლი და დამაინტერესა მეთქი წამოვალ მეთქი გიყურებ მეთქი გვერდში დაგიდგებით ხო ეს ცხეთაში ქუჩაში ზაპროსტა ხო ჩავედი სტადიონზე და ესეთი პონტი იყო რომ ხელასაც მოკითხვა ხელა გაიჩნდა ანუ აპარატურა წამოიღო რა ძალიან გვერდში ხელა ინსაუნდის კი ძალიან გვერდში გვედგა სხვათა შორის და ძალიან მაგარი ადამიანია мотиваცია მოგცა რა ხელა იყო და ბიჭემა დაიწყეს ბეთლი რა ისა და ანუ მე რასაც ველოდებოდი ანუ რომ პროსტა რაღაცა მეთქი პროსტა ბეთლია რა ეხა ეს რა ვიცი ჩემი ძმაკაცი თუ ესე რეპავს ანუ არ ვიცნობ რა არ ვიცი ვაფშე ამის რეპი და რაღაცა რა ძალიან მაგრა გარება კაროჩე აი როგორც ბეთლის დონეზე ძალიან მაგრა იბაზრა რა და აი ფანჩი ფლოუ ყველაფერი იმინა მაგარი ქონდა და ანუ მაგაზე პელემატში აფასა რომ შენ შეგეძლეო რომ სხვა პროექტებშიც იბეთლაო ძალიან თავისუფლათო რა და ეგეთი პონტები და მე უკვე მე გამოვიწვია ის ტიპი რა ჩემს მაგაცმა წააგო რა ტექსტი დავიწყნა მესამე რაუნდის და მე გამოვიწვია ის ტიპი რა ბაზარი არ არისო მივედი რაღაცა ისა არ მოვემზადე სიმართლე გითხრათ არ მოვემზადე იმიტომ რომ რავი რა მაინც მეთქი პროსტა ტელეფონით გავალ რა ვიბეთლავებ და გავედი ეგრე რა თქმა უნდა გადაღება რამე არ იყო ხო აი ეხა მანდ მივედი აი ხა მაგ საკითხზე მივედი ზუსტად რა ჩავდივარ და უკვე ბეთლია და ინსაუნდის ხელა ვინც არის რა მაგის მაკაცებიც იყვნენ და ვამუღამებ რომ ის არის რა ხმა რომელიც კარგად აღიქვავს იქ ის დიდი რაღაც აპარატურა არ ვიცი რა ქვია მაგრამ კარგად აღიქვავს ეგ და ანუ მიკროფონი გეჭირავს ისიც და ის აპარატურა ეჭირა ერთ ბიტს რა და ხმა ისმოდა ყველაფერი კარგად კამერა გაიჩნდა კიდე და ანუ რაღაც პატარა მომენტები გადაიღო რა ინსაუნდმა და ატვითარ TikTok-ზე რა მე ეგეც არ ვიცოდი for use-ზე შემხვდა ბიჭემაც მითხრეს რა ძალიან გამისწორდა რა ბეთლავდით ნუ ეგ ხა ისეთი პონტი იყო ტელეფონით მომზადებელი ცოტა არ იყო ლამაზი შესახედავი ხა ხალხი რო ნახავდა სიტყვაზე რომ ესე ვიდექი ტელეფონით კითხულობდი არ იყო ისეთი რა მე ნელ-ნელა სხვა ბეთლიც გაიჩითა კაროჩე აგერ სანდროც ერთხელ იყო ბეთლზე ისევ იმ ტიპთან რა კაროჩე იმ ტიპმა მაგრა გადაგვიარა ყველას რა წაგება არა აქვს რა ანუ იმ ტიპმა გადაგვიარა ყველას ანუ მოსაწვევი კაცია ესე იგი რა ისე საუბრობთ ეს ხო პოდკასტში მოსაწვევი კაცია არ ვიცი რამდენად მოვა პროსტა რა ეხა ისეთი ტიპი არის არ ვიცი ხა ისიც არ ვიცი როგორ გაუსწორდება სიტყვა სახელსაც ვახსენეთ პროსტა არ ვიცი რა ნუ ცოტა სხვა ტიპია რა თორე არ არის პრობლემა რა და გადაგვიარა ტიპმა რა და მე სანდროსებეთლავა მოიგო და ისეთი პონტია რომ მე უკვე ესეთი რაღაცა მითხრეს რა რომ მოდიო ეხაო ანუ ბოლო ბეთლიაო იმ ბიჭმა მითხრა თვითონ ჩემი ბოლო ბეთლიაო ახო და მე აღარ ვიბეთლავებო რა იმიტომ რომ სიო რა კაროჩე მორჩიო აღარ მინდაო რა ეს ბეთლებიო და რაღაც ყველას გიგებთო და რა აზრია სხვა მიზეზებიც უფრო იყო რომ სადღაც მიდიო და ისა კაროჩე და აღარ ეცალა რა სპორტსმენი ბიჭი არის ძალიან მაგრად თამაშობს ფეხბურთს და კიდე ხო სპორტზე მინდა რაღაც პატარას ვიტყვი უცებ რომ
ჩვენი სკოლელი ბიჭები ბრაზილიაში მიდიან და მაგ სპორტზე ეგ ბიჭიც თვითონ მიდის და მოკითხვა ყველას და წარმატებები მოკითხვა და წარმატებები აქ. ხო და სპორტსმენი რახან არის უბრალოდ ვეღარ იმას იზავდა რა და კაროჩეო მოდიო ორი ბეთლი ჩავატაროთო ძალიან მაგარიო ისავ და ბაზარი არ არის მეთქი რა კაროჩე ეხა უკვე სერიოზულად მიუდექი ტექსტის წერას კაროჩე ნიკისლოვ მითხრა ძალიან მაგარი რაღაცა სხვათა შორის რომ კაროჩეო მეო ტექსტ რო წერდიო პირველი ბეთლი ნახა ნიკიმ რა მეორეზე არ იყო პროსტა თორე ვიცი კარგად შემაფასებდა და კარგად იმიტომ რომ წინა ბეთლზე საშინელი ვიყავი ტელეფონი და წვიმა წამოვიდა ვაფშე დამავიწყდა რაუნდი ვეღარ წავიკითხე რა და ნიკი მითხრა ესეთი რაღაცა რომ მეო როცა ბეთლი მქონდაო ბანისთანო რა სახლიდანო არ გავდიოდიო, ანუ ვიჯექიო სახშიო, ვზეპირობდიო და გავედიო მომზადებულიო, ანუ სულო ეგრეო და ეგრე ქენიო და უფრო კარგი იქნებაო. გავითვალისწინე კიდევაც, ეგრე გავაკეთე და კარგათაც მომემზადე რა, მაინც ავაგე, ხოცადე რა. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ და ისე გამისწორდა, როდესაც ტექსტი დავიზეპირე, იქ იმდენი ხალხი იყო, ბანი, პელე, რავი ბიჭები იყვნენ, ისე გამისწორდა და ისეთი შეფასებაც მომწეს, კაროჩე რომ მაგრად გამისწორდა რა და მაგის მერე ვაფშე დავიფიქრე რომ მეთქი სიო კაროჩე მინდა რა ბეთლი მინდა კაროჩე ანუ სიო ბეთლის ლონკა მქონდა რა მეთქი სიო ბეთლზე მინდა გავიდე რა და რავი PPP-ს არ შევიდავდე ბაზარი არა ვერ მოხდი არა უშავს ვინც გავიდა ყველა წარმატებები მაგრამ რავი რა ალბათ კიდევ ვსთიმე მე მომავალში რა უფრო დახვეწელი ვიქნები რა რამდენი ტრეკი დაიწერა დღეს რამდენი მისმენს ვერ გამიგებს წოლობდა ვაკეთებ ყოველთვის ბერს წოლობდა ვაკეთებ ყოველთვის ბერს რამდენი ტრეკი დაიწერა დღეს რამდენი მისმენს ვერ გამიგებს წოლობდა ვაკეთებ ყოველთვის ბერს წოლობდა ვაკეთებ ყოველთვის ბერს რამდენი ტრეკი დაიწერა დღეს რამდენი მისმენს ვერ გამიგებს წოლობდა ვაკეთებ ყოველთვის ბერს წოლობდა ვაკეთებ ყოველთვის ბერს ჩემი არის ბეკი შენი ხმა ვერ გამაგონა დამიძახე ლეგენდა დიეგო მარადონა და მისნა ვერ მატყუები ვერ გამაყოლა ეს არ არის ომი ჯერ არ დაწყებულა ბრძოლა რამდენი ფეიკი როცა თავი გაიდოლა ვარდებადებილობა და არ ფასდება შომა იჩიტება ჭკვიანი და ემართება კომა გამოსული არის ნიჭი თუ არ მოგდეს მაშინ ყველაფერი რთული არის გამოსული ვარ შენ და შედარებით ოქროებით არ მამეფისული ვარ შენ არა ხარ გელი რა ყოველ ღამის მოიხარ ჩემი ხასიათი თულია და პინორნართული ვარ შენ და შედარებით უსუდენული ხარ დღეს გავაკეთე ბერს კატულოს მივოსდი მე შეუდარე ბერს ახლა ყველა რეპოსტზე მე რაღაც ყლეობს დღეს ყველა რეპს და ეს მოდი დამეჯიბრე ტექნიკაში აკეთებ სტეპექს ახლა ყველა სები გონია ია ქუჩა ის ქუჩა მადი ბოჯა ბერცო და ჩემი ხოდა მე და ი ქუჩა ტიკტოკერი რეპერები ზოგი დაიჭუჭნა რაგაშოლება როცა ვიცი აი სიყავს ნახო თუ იგაბედავს რომელი გაიყინავს ლოსტორები მეზიზღება მაგი არ მეზიდავს და ჩემი ძალა დიდი ვერავინ აიზიდავს მე ვარ აჰმედხანი ჯობია მე ვარ აჰმედხანი მეძებე მეფებიდან ყოველთვის ძლიერს დავეძებ ჩემი სისტრებიდან თუგებელი ფურცელი და მე დაუსყოფებიდან რა ყალიბი დასას მაშინ არსებირებიდან მე მაგ ჩემი სიმართლე და გამაგის გამო ვერ მიტან ყოველ დილით ვიღზე მე ჩემი თავის ქებიდან აის ვის უსმენდი ვისი თემა იყო მაგალითად აი ქართველი ოლდსკულებიდან მაგალითად ვინ გევასებოდა ვინ მოგცა სტიმული ზოგადად თუ ამ რების თემაში ზოგადად როგორ იყო იცი ბავშვობიდან ქართულ მუსიკას არ უსმენდი არასდროს თითქმის რა არც ქართულ ჰიპ-ჰოპს დიდად არ უსმენდი რა ცოტა უცნაურად კი ჟღერს ახლა ქართველი არტისტი არ უსმენსო რა ჰიპ-ჰოპ არტისტ ქართველსო მაგრამ ამ თითს ძალიან იფარებს სახეზე და მე თითს ვერ ჩამოგაჭრი მონტაჟში უი მე ბოდიში თუმცა იმაზე მესმის ხო ეს თემა ხოდა ერთი გაგაწყვეტინე ბოდიში 90-იანებში იყო ხოლმე ეგ თემა კიდე არ ვიცი თუ გაქვთ ძველი ვიდეოები ნანახე ესეთ თემები ივასებოდა და ეს კი ესე ასე მიკიდია სახში რო წერა იასე მიკიდია ხო არა ეგ ხო მაგრამ მე ანუ გამოსვლისას რა არტისტები რო ბაზრობდნენ ხო მიკროფონები აი ესე და რაღაც რა მუღამი იყო არ ვიცი ხოდა ქართველი არტისტებიდან ისე ჰიპ-ჰოპში ბედინა მეოსებოდა ბედინას უსმენდი ხოლმე შაუ პრინცს ისე დიდად არ უსმენდი რა ეს ყველა რო უსმენს რაღაცა ისე დიდად არ უსმენდი რა უფრო უცხოური მეოსებოდა რა ყვავი არის ერთი ფოთელი ბიჭია რეპერი მაგის მაგრამ მეოსებოდა მაგის სიმღერებს რამდენიმე სიმღერა ქონდა მაშინ რა 1-2 სიმღერა ქონდა თუ 3 სპექტროზე იყო ყვავი გასული კი აი ერთად ვიყავით გასულები და მე დაამბლოკეს და ყვავი გაუშვეს იცი ეგ მე მოგიყვებით მოყოლილი მაქვს ერთგან პოდკასტში იგებდა ხოდა ნუ ამ არტისტებს უსმენდი ქართველებს მე რა ხოდა ზოგადად უცხოურ არტისტებს უსმენდი მევასებოდა ბიგელი მევასებოდა მაგრად ბიგფანი მევასებოდა მობდიფი მევასებოდა ნასი თუპაკი ბიგი რავი აი იზი აის კუბსას უსმენდი დრესას უსმენდი აი სნუპ დოგი მენა ჩემი ძმა იყო რავი აი მენა ისე სხვათა შორის რო გარეთე ხმაზე შეგეთქო რა უფრო აი ბირიალი და საიპრესილი წყوار გევასებოდა კი აი მაგრად მევასებოდა კი საიპრესილი გაწვრილება და რაღაცა კი
რავი, აი ყველა სტილს უსმენდი საერთოდ ჰიპ-ჰოპის გარდა, აი ზოგადად მაგარი მუსიკალური ტიპი ვარ, ყველა აი ყველანაირი მუსიკალური ჟანრი მიყვარს. ერთი ტექნოს ვერ მუღამდი და აი. ხო და თუმცა კაი საცუქო თემა კაცო მოხოდე რა. გარებე დღეს. კარგად ვიბაუნსეთ. ხო და უცხოურებიდან ისე სტიმული ვინც მომცა, ეგ იყო როგორც ტაჰასთვის იყო, იგივე ჩემთვის ტენტასიონი რა, XXX ტენტასიონი. ყველას გეცოდინებათ რა. ეგეც მაგარი იყო. რავი, ისე მაგრამ მევასება, აი მაგის ყველა ვაფშე სიმღერა მაქვს დასეივებული და მაგასაც უსმენ ხოლმე რა. და ეხლა რასაც უსმენ ზოგადად, აი ტრიპირედი შეიძლება იცოდე, Lil Uzi, 21-ი, A$AP Rocky, ну, короче, რა, ხო აზეხათ ხა ახალთან Future და ესენი რა. კი ბატონო. ხო და ზოგადად ინსპირაცია მომცა XXX ტენტასიონმა რა, თავიდან მაგის სტილში დავიწყე ყველაფრის გაკეთება რა, რომ მივასებოდა მაქინან გამომდინარე. კაი, ამაზე რას ფიქრობ ხა? PvP ბეთლებზე, რატო იცი ესეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ ადრეც კეთდებოდა პოდკასტები, მაგრამ რადგან ეს PvP ესეთი აქტიური გახდა, კომენტარებიც არის ხოლმე ესე, რომ რეპერები როცა მოყავთ, აუცილებლად კითხეთ PvP-სთან დაკავშირებით, რას ფიქრობენ და ასე შემდეგ. აქტუალურია უკვე. არის ხოლმე ძალიან ისეთი სიტუაციები კიდე მანდ, რომ ჟიურის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან, ორად იყოფა ხოლმე, ორად კი არა, სამად და 1000 მე მგონი აზრი, რომ იმან წააგო და ამას follow-up ქონდა, იმას ის არ ქონდა და ასე შემდეგ და თლიანობაში რას ფიქრობ ამ ყველაფერზე, ბოლო ბეთლებზე რას ფიქრობ და საერთოდ შენ თუ სურვილი გაქვს ამ გასვლის მან მე მქონდა შესარჩევი დადებული მე 2 სეზონშიც და მესამე სეზონშიც, მაგრამ ნუ ვერ მოხდა ხა მან ხო და ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი, რომ ყველას აზრი განსხვავებულია და ყველას სხვადასხვანაირი სმენა აქვს რა და ყველა სხვანაირად აღიქვამს, თუნდაც ფანჩებს, თუნდაც სიძლიერის რა, თვითონ ჰიპ-ჰოპში რა და სტილში რა, ვის რა ევასება, ვის რა. მაგრამ ჩემი აზრით, აი OG და რა, ყველაზე კაი სეზონი რაც იყო, იგი იყო პირველი სეზონი. აი ყველაზე კარგად და დასამახსოვრებელი რა. მეორე სეზონიც კაი იყო, მაგრამ რესპექტი ყველა არტისტებს, ყველას რესპექტი, ვაფასებ შრომას რაღაცა, ნიჭიერი ბიჭები ხართ ყველა ძმებო. მაგრამ ბევრი ნიჭიერი არტისტებიც იყო შესარჩევზე სიმართლე თქვა რა. ბევრი ნიჭიერი არტისტიც იყო, მაგალითად Divine Rhymes. მოკითხვა ჩვენგან Divine Rhymes. Divine Rhymes. კი ბატონო. მაგარი ნიჭიერი არტისტია, მაგრად უბერავს, აი მე მაგალითად გამიტყდა რა ისიც რო არა იყვანეს რა. მაგრამ სიმართლე გითხრა, უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მეტი შეეძლო ამ ბიჭებს ბეთლზე გაეკეთებინა რა. ეხლა რაც გააკეთეს, როგორც მე ხო, ბოლო ბეთლები რა. მაიკლი დამევასა სიმართლე. მაიკლის სტილი დამევასა. მაიკლის სხვა ტიპია, ხო წეღანაც ხო საუბრობთ, სანამ კამერას ჩავთავით, რომ მაიკი არის სხვანაირი არტისტი და სხვანაირი მიმართულების, ეგ Battle MC არც არის რა. მაგრამ სწორედ განსხვავებული სტილი როა. სხვა სტილია და ისეთ რაღაცები გააკეთა, რაც აქამდე არ ყოფილა რა და რაღაცნაირად. აი ეგ მევასება Battle-ზე ასწორებ შოუ. ტექნიკურად შემოვიდა. ზერსკობა იყო, რაღაცა ისე სიძერსკერ თუ რაღაცა იყო ისეთი, რაც აი თითქოს აქამდე რაღაცა არ გაუკეთებია. კი, გვაკდა რაღაცა. კი, და აი ამას შემოიტანა. იცი რატო? რაღაცაი ძალიან მესმის რომ ყველა ერთმანეთთან ბაკაცობს ყველა, მაგრამ ეგ ხო არა რაღაცა ის საბავშვო ბაღი ხო პროექტია, რომელსაც რაღაცნაირად ეგ შოუ უნდა დაიწყოს. სიუხეშეც უხდება რაღაც მომენტში რაღაც უნდა. უკვე ძალიან ძმები ვარ, ძალიან ჩახუტებულები ვართ, რაღაცა ის ხიბლი იკარგება, რომ რაღაც ერთმანეთთან დაკადაკას ამბავი რა და აი ეს თითქოს რაღაც უფრო ის იყო. აი ოჯახობანა ხალხს არ უყვარს რა ბეთლებში რა, უფრო ისა რა. თორე ბოლოს ჩახუტება და რა თქმა უნდა უნდა დახოცონ და არა, ეგ ყველაზე ბოლო ერთმანეთის დახოცვა და რაღაცა და ხა რეპის გამო და ჰიპ-ჰოპის გამო და ამ შოუს გამო არ ღირს ერთმანეთის დახოცვა, ეს მაგაზე ორი აზრი არა. ერთმანეთს უნდა ჩაეხუტონ და ჯიგულად უნდა დაემშვიდობონ. დახოცვაზე გამახსენდა, დისებზე რას ფიქრობ? დისები ვის და ვისი დისი? ანუ ეხლა აღარ დავაკონკრეტებ. უეჭველი დასი და ისა, ხო? აღარ დავაკონკრეტებ. კაუჩი, რესპექტი ორივეს, მაგრამ დასი მევასება, დასელები მაგრები არიან, ძმაო, რესპექტი, სალამი და ისობით წამყვანი არის. მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებელო. ჩვენ ვიმყოფებით ეხლა K-ბუში, ხო სწორედ ვიძახი? K-ბუ. ახალი ობიექტი იხსნება. მე დავიწყებ ჭამას. კი ბატონო, ბარნოვის 86. ეხლა როგორ მოგწონს? აბა მითხარი გამიზიარე, ხა? შენი ჯერ მითხარი რა გჭამ? გემრიელი აი მაგრამ რა გჭამ? ეს არის საფირმო ბურგერი. რა შეიცავს? K-ბუქი ამას ბურგერს? K-ბუქის სახელი აქედან მოდის. ინსპირაცია იყო ქაბაბ ბურგერი. დას აქ, რავი, უნიკალური სტილი ჩემი აზრით. ზოგი სხვათალი თუ ყურებს, აი ძალიან ბევრი ადამიანი ვინც PvP-ს მხარს უჭერს, მაგრამ ახლა მე ნეიტრალში ვდგავარ, იმიტომ რომ არც ეს ვისნობა არც მეორეს, მაგრამ რესპექტი ორივეს რა, ორივე მევასება, მაგრამ დასი მაინც ხვა.
და ასე მაინც მევასეო. ხო და განსაკუთრებით პეტო გიჟია. კი, პოეტიკაცია. თქვენ როგორ ახართ მაგაბო? მე თქვი და მეც ვიტყვი. ერთ წუთს ბოდიში დავამატებ კიდე. კი. ეხლა ვარ თავისუფალი სიტყვა გქონდეს. გეცოდინება შენ flow rivals. კი, ოღონდ ეგ ვერ გავიგე ცოტა რაღაცნაირად, ანუ შიდა რაღაცები ხდება, ვერ ოღონდ მივხვდი. რა თემა? Discord-ში არის თუ რაღაც ხო. ჩაწერილი ბეთლებია. ჩავწერთ. ოღონდ არანაირი მიქსი, არანაირი მასტერინგი. ბუნებრივი ხმა. როგორც ჩემ ხო, როგორც ჩვენთან, ხო, აი იგივე რა, ეგრე ჩავწერთ და ბეთლს გავამზადებთ რა, აზრაელი გვიქნის ბიტებს, აი აზრაელის თითები, რა ვიცი, დალოცოს ღმერთოა, აი ისეთ ბიტებს აკეთებს, აი ეხა დაიდება ხვალ დაიდება ჩემი ხუჩაბაც, ხო. ჩემი დაიდება ხვალ, აი მესამე რაუნდის ბიტი რო ნახოთ, აი სახსაბაუნსები რა, ისეთ თემა რა, ისეთ მაგარ ბიტებს ქნის რა, ნიჭერი ბიჭია მაგარი. და ეგ ზოგადად flow rivals ეხა რა პროექტშიც ვარ, აი მაგარი ნიჭერი ბიჭებია, ორგანიზატორებიც, უეჭველი მოსაწვევი ხალხია. ეგრე ვატყობ, მარკეტინგი მიდის ყველაფერი. მაგარი ხალხია, მაგარი ნიჭერი ბიჭები არიან, ჭკვიანი ხალხია, ყველაფერს დეტალურად იმუშავებენ და ყველაფერი გათვლი აქვს და ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებენ და ჩვენს გვაცნობენ ძალიან კარგად რა. აი მაგრად შრომობენ რა ბიჭები და რესპექტი რა. მე რას ვფიქრობ, იცი? ეგ ყველაფერი კაია, რაღაციდან უნდა დაიწყო, მაგრამ მე ერთი იდეა მაქვს, რომ აქ მოვიყვანო ხოლმე ტიპები და ვაბოთლაო რა, მაგალითად რა, ვიდრე სურათებით დადო და Discord-ში და რაღაცა. აი მაგალითად შენ და სიტყვის მასაა რა, შენ და შენ მოხვით და უშოთ რაღაცები დაწელი გაქვთ და 3-3 რაუნდი შეიძლება იბეთლავეთ, ეხლა რა თქმა უნდა, არ დავახოცინებ ერთმანეთს. არა ხო, რა თქმა უნდა, კი. ხო და ზოგი იქნება ისეთი პონტი, რომ მაგალითად შეიძლება იყოს, რომ დავუშვათ რომელიმე რაუნდი კონკრეტულად ან აქ უნდა იყოს დაწერილი და იმინა ფრისტაილი რაღაცა, რომ დავუშვათ დაამახვა ადამიანებს, რომ კაი იდეაა, კი. ერთ თვეს და სამ თვეს რომ ისწენ დაწერს, მაგრამ აი აქ ვერა შეუულია ხო, შექმნას. მაგაში მე პრობლემა არ და ასე შემდეგ და. აი ხა იყო ამატერასოსი და გრიმის ბეთლი რა. ამატერასოც ყავდა სხვათა შორის და თვითონ იზახტა რომ მე უნდა გავაკეთო ბეთლები და რაღაცები და სად არის ეგ? არა, რაღაცა ისე მოხდა რომ ვერ მოხერხდა რა მაგ თემა. მაგერენ ასაუბრე. ამატერას უნახე უშინწი. აი რა ვიცმაო, მაგარი ხალხია რა, გრიმი ამატერასოსი დაიდო, მაგარი ნიჭერი ბიჭებია, იმენა მაგრად შებერის რა, გრიმი უფრო მუსიკალური მხარეა რა, ამატერას უფრო განგსტა და რაღაცა რა, აი თარი და რაღაცა ატრაკებს რა ვიცი. ხო, მაგრამ აი ერთ რამეზე შევდახვით რა, საყურებლად ვიზუალით როცა არის, სულ სხვა თემაა რა. კი, ეს რა თქმა უნდა. დავუშვათ ვიდეოთი რო ყოფილიყო ჩაწერილი თუნდაც და ისე დაედო და მე მეორესაც დავუშვათ ვიდეოთი, უფრო კაი პონტი არ იქნებოდა ვიდრე მაგალითად არ და რა უნდა მაგას დამუშავება გაუდიო თუ ვიდეო ბოლო ტელეფონით გადაიღე ვიდეო და დააგდე რა. ხო უფრო კაი საყურებლად ვარ. კი, ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ მოხერხდა რა მასე. ძალიან ბევრი საუბარი ყო და ჩვენც ორგანიზატორთან და აკრიტიკებ, ისე არ მიიღო თუ რაღაცაით მე უბრალოდ აზრს გამოვხატო ჩემს. რჩევა რა რომ იქნება მომავალში რაღაც კი, ბაზარი არ არის. და ზოგადად დისები უნდა იყოს, უნდა არსებობდეს სიგუროდე. სიბოროტე რა დისები. კი, მოწ. იდეოლოგია. დისები როგორ თემა იცი? ეგეც რეპის კულტურაა რა, რაღაცა შედის, მაგრამ ზოგადად დისებს კი, ანუ ვემხრობი მეთქი არ ვიტყვი, მაგრამ ისეც არ ვარ რომ არ ვემხრობი რა. უკეთ რაღაც ჩარჩოებში უნდა იჯდეს. კი, რაღაც ჩარჩოებში უნდა იჯდეს რა თქმა უნდა გადაიზარდოს რაღაც პათოლოგში. ისეთი შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს ადამიანს. რო აი მართლა არა რაცა უნდა გააკეთოს ადამიანმა ისეთ შეურაცხყოფას არ უნდა მიაყენოს. ბევრი არტისტის გამსმენია მე, ანუ დისები რო არ ჩანაწერი, აი კაცმა რაცა უნდა დააშავოს, ისეთ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ რა, აი ზედმეტად შეურაცხყოფას აყენებენ და არ შეიძლება ისეთ დისები არ შეიძლება, მაგრამ აი თუ როგორ თემა იცი? თუ ერთმანეთს ასე ვთქვათ ეჯიბრებიან რა, ან რაღაცა გრიზნია აქვს, რაღაცა ხოვაზე ხარ ერთმანეთში რაღაცა, კი რეპში მოსულა ეგ თემა, რომ ერთმანეთი გადისონ, მაგრამ მე ეგ უნდა დასრულდეს ჩემი აზრით, აი ხელი ჩამორთმევი და რაღაცა ერთმანეთში უნდა გასაიმდნენ რა, აი. კი, ეგ რა თქმა უნდა. არ გამოვა ისე რომ აი ამერიკა არა, საქართველოა რომ ერთმანეთს გადაადრილონ სახეზე რა. მართალია და არც არის. ქართველები ვართ, ქართველებს როგორ ჩვევია ხელი უნდა ჩამოვართვათ და ქართველი ბიჭები ვარ და უნდა დავიშალოთ რა. პატი უნდა ვცეთ ერთმანეთს რა. და ხო, ერთი რასაც ვემხრობი კიდე რომ აი არტისტებმა ყველანაირად ერთმანეთს გოჩი უნდა დაუდგნენ რა. აგერ ბიჭებისგანაც მოვისმენე, ბიჭებმა გვერდ დაგიგებიო რაღაცა ანალოგიური ძმაო. ეგრე უნდა იყოს რა საქართველოს ზოგადად. გაიხარით ძმაო. ერთმანეთი ხო დღეს გაგაცანეთ. კი, დღეს გავიცან. მანამდე მქონდა ამათი რა საქმეც ვაკეთებ. ხო და ერთმანეთს გოჩი უნდა დაუდგნენ რა, არტისტები. რაც დღესდღეობით ვერ ხედავ ამას რა და ეხავსავით რა. მაგაზაც ვიტყვი, ბოდიში, მაგაზაც ვიტყვი, მე მაგარ რაღაცას დასრულდა და არა მე ვიტყვი, კაც არა პრობლემა. ხო და ერთმანეთს გოჩი უნდა დაუდგნენ, ბევრი ახალი არტისტია, მაგალითად შენ, რესპექტს მაო.
რომ აი არტისტებს ეგრე იწვევ და აი ხალხს ანახე ვინა და ვინ არის რა. ამიტომ არხზე რა უნდა ქნა? უნდა გამოიწერო. ხასი ხო თავის დავად. ლაიკი მიარყი, ლაიკი მიარყი. რა ვიცი, შენ რაღა დააშალე. ლაიკით ხარე და ისეთი არტისტები შემოვარდა. თან მაინც უყურებ. აი უყურებ რა. ამდენი ხანი თუ გამოყევი და უყურებ და ლაიკი. რა. თან 20,000-ზე კაი გათამაშება იქნება და მით უმეტეს ხარ. არ დაიწყოთ რო ისაო და ეს. აი ნახე 20,000-ზე გათამაშებას აკეთებ და ლაიკი არ უნდა მიარყო. 18,500-ზე ვარ თუ კეთა რაღაცა დარჩა ნელ და ცოტა და იქნება ყველაფერი. აქ ეხა სანამ წავლენ კიდე ყველას გადაუმოწვევ ტელეფონებს რომ გამოწერილი აქვს ყველა. აუნახო. ისე პოდკასტი არ უშვებ ხალხს თუ. კი ბატონო. აბა შენ რა სამბობდი? მოკლედ აი წეგან ვინმა თქვა რომ ის არისო რა ერთმანეთის გვერდში დგომაო და რაღაცაო რა ეს ბიჭი მე ხა გავიცანი შემოქმედება რაღაც პატარ-პატარები ქონანა ნახი მაგრამ როდესაც ახლოდან იცნობ ადამიანს ანუ სხვანაირად ფიქრობ შეიძლება ტრეკიდან სხვანაირად იფიქრო რომ სხვანაირი ტიპაჟია მაგრამ ახლოდან როცა ადამიანს იცნობ ანუ სულ სხვანაირი შთაბეჭდილება ხდება რა ხო და ისეთი პონტია რომ ანუ ვიღაცა რო რაღაცა სიძახი სიტყვაზე აი დისები იქნება თუ რა იქნება რომ აუ ეს ესეთია კაროჩე რა ამის დედა და ის ჯერ ერთი არ ვემხრობი როგორი დისიც არ უნდა იყოს რაღაცა დედა წმინდა ოჯახი ანუ ზოგადად ოჯახს ხო ზოგადად ოჯახი დედა რავი საერთოდ წმინდა არის და მე არ ვემხრობი რა შეიძლება მე მომიწიოს ვიღაცა ნებისმიერი პიროვნება ისეთი ვინც მე თუდად შემეხება რაღაცა გავდისო მაგრამ მე ოჯახს და დედას არ შევეხები შანსი არ არა იმიტომ რომ ეგ რავი ჩემთვის რედ ფლეგი არის კაროჩე ასე თქვა ხო და მოკლედ რა უნდა მეთქვა რა დიდი ხანია წეგანავს თქვი რომ მინდა რომ რაღაც უფრო დაიხვეწოს ჰიპ-ჰოპის თემა და რაღაცა ისა და სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდია აი წეგან ამას ვეუბნებოდი ვინც რომ კაროჩე მეთქი ესე და ესე რომ დიდი ხანია მეთქი რაღაც ჩალიჩო მაგრამ ეს ბოლო პერიოდია მეთქი დავიწყე მეთქი რეპერებთან ბიჭებთან რა ვინც კარგად უბერავს მეთქი კომუნიკაცია რა რომ რაღაცა იქნება სიტყვაზე გვერდში დადგომის პონჩი ისა რაღაცა რომ უფრო მეტი რაღაც მოიხოდება რა ძალიან ბევრთან მაქვს ახლა კონტაქტი ძალიან ბევრ მაგარ ბიჭთან მაქვს კონტაქტი რომელიც მაგრად უბერავს მაგრად აკეთებს თავის საქმეს და მაქსიმალურად ვცდილობ რომ გვერდში დაუდგე ის ბიჭებიც მაქსიმალურად ვცდილობენ გვერდში დამიდგნენ და რავი ძალიან მაგარი რაღაცა არის რა ხო და მაქსიმალურად ჯობია რომ აი ყველა დამწყები არტისტები ვინც არიან რომ ანუ თავიდანვე არ გინათ ხოაზე ხარ ეს გინებები რაღაცა დისი რაღაცა ის ანუ თუ მე ზოგადად ესე ვარ თუ მე არ მეხებიან ანუ თუდა თუ არ მეხებიან ანუ მე არავის არაფერს არ ვეტყვი რომ აი ესე და ესე რომ არ მევასები და მაგიტო გდისავ და რაღაცა ესე პროსტაზე რა არა მე თუ არ მეხებიან მე არავის არ შევეხები შანსი არ არის რა შეიძლება იყოს ისეთი მომენტი შეიძლება შენ არ შეგიხონ მაგრამ ისეთი რაღაცა ქონდეს გაკეთებული რომ აი ჰაჰა მაინც და მაინც რომ წაგეკრას ენა იმ ადამიანზე რა მაგრამ მაინც და მაინც არ არის საჭირო ეხა ეს რომ წაგეკრას რამგვარი სიტყვა გაათო წაგეკრას ენა ხო და მაინც და მაინც არ არის აუცილებელი რომ აი ადამიანი გახიო შუაზე და ჩაჩეხო და ესე და ესე რა რა თქმა უნდა გააფარჭაკო ადამიანი ისიც არის ეგეც არის მაგრამ ერთი ის არის რომ დედას ნუ შეეხებით მაინც გინა ისე გინა ესე დედა წმინდა არის რა და წეგან კითხვა დასვი შენ ის არისო რა ქვია დასზე და PvP-ზეო და რაღაცა სიძახი და მე მეს დავამატებ დასზე და PvP-ზე ეხლა ისე ვარო დღესდღეობით წეგანას თქვი დასი წამყვანი არის ჰიპ-ჰოპ ხარეში რაღაცა ჰიპ-ჰოპ არტისტები არიან ასევე PvP-ს და ნუ ესენი ნეიტრალური ხო 50 რა იმასაც უსმენ მაგრამ უმეტესად მაინც დასთან უფრო ახლოს ვარა ჯერ კიდე პატარა რო ვიყავი შავი პრინცი მე დასი შემოვიდა ერთად კაროჩე მთელი ამბები იყო რაღაცა მოიხიბლე მაგით და იმის მერე უსმენ დას პერიოდულად კიდე ახლებსდებენ ეგ თავისთავად უფრო იხვეწებიან რაღაცა და დღესდღეობით პეტო არის საუკეთესო ლირიკოსი რა და ძალიან ნიჭიერი ბიჭია და უმეტესად პეტოს უსმენ ხოლმე მე PvP-ზეც ნუ უსმენ ხოლმე კი იმის სწორდება მოკითხვა ედის და წეგან დისებსაც შევეხეთ ახლა ხანს და ნუ ისე ვარო არც დისს არ ვემხრობი მაგრამ არც ისე არა ვარო აი არ უნდა იყოს ვაფშე და რაღაც იმიტომ რომ ანუ ესეთი რაღაცა რომ ანუ კონკურენცია თუ არ არის ვერ დაიხვეწები რა ვერაფერში ხო რა ის დისები ცოტა იყო ხალხი მოყოფილი იყო რომ ანუ ევასებათ ეგეთი რაღაცები ტრეკები ვიჩიტებოდა და რაღაცა კი და კონკურენცია თუ არ არის აი დასი როგორც არის რა კონკურენცია თუ კონკურენტი თუ არ აყავს ვერც ის დაიხვეწება ვერც აი всё პირველზე ვარ წამყვანი ვარ всё კიდია რა არავის არ ვერჩი არავინ არ მერჩი ეგ თემაში აუ ისე რა
Короче, კონკურენცია უნდა იყოს ბაზარი არა. კონჩი რომ დაიხვეწოს კი. ადამიანი, ყველაფერში საჭირო არის კონკურენცია ეგ ვაფშე. ბოდიში სანდრო ეგიც როგორი პონტი არის, აი შენი ქარხანა გაქვს სიტყვაზე და რაღაც მანქანებს უშვებ რა, უცებ გაგეჭით ამ მეორე ქარხანა, სადაც იმან უკეთესი გამოუშვა, შენ ხო აღარ გაქვს ამოყიდები და გინდა რომ უფრო მაგარი რაღაც გააკეთო რა, ის უფრო მაგარს გააკეთებ, შენ უფრო მაგარს გააკეთებ და ეგეთი პონტია რეფშიც, ანუ და რაღაცას ნელ-ნელა გააკეთებ, წინ. კონკურენტი გამოგიშდება და აინახო, ანუ განაცოდი თვალით ვიძახი რომ აი ამას მოუგო. უბრალოდ რომ შენ წინ წახვიდე, ისიც წინ წამოვა, მე შენ წინ წახვიდე, ანუ ჯიბრს არ ვიძახი როგორც აი გრიზნიი ჯიბრი რა, კარგშია ჯიბრს ვიძახი რა. აი როგორც ბეთლები არის სიტყვაზე რომ აი იმან მაგაი რაღაც გააძრო იმან, მაგრამ საბოლოოდ ისე ხდება ბეთლებში რომ მაინც სიყვარულით უდგებიან ბოლოს ერთმანეთს და ფიტებს აწერეთს ბავ და ანუ ჯიგულად ზმურად არიან ზმაკაცობენ, ანუ ეგეთ რაღაცას ვიძახი რომ კონკურენცია ყოველთვის კარგი არის რა, რომ რაღაცაში გადგება, ბაზარი არა ეგრე სწორია. და ერთი მინუსი აქვს, მაგას უმეტესობა ამას კარგი თვალით ვერ ხედავს. ცუდად ხედავს, ცუდი თვალით ხედავს და ნუ მე ზედმეტი გინება, ზედმეტი შეხება ხდება ხოლმე. ერთი რა მეოსება იცი? აგეთ დასის 12 წლის ბაღნები ფანები და ბაზარი. იმის რა ქვია, PvP-ს 12 წლის ბავშვი ფანები. აი ერთმანეთს რა უყო მითხარ, როგორ ჩამოვაცე. ეს რეპერი ვარ, მიჩვეული ვარ. ეგეთ პონჩი ვარ ხო. ხო და ნახე. ხო და ხედავ რას გეუნები? აი ზუსტად. ხო და რას მომდი, короче, ანუ აქედან ამის ფანები და იმის ფანები, ანუ ერთმანეთს ერჩიან კიდე ფანები ხვდები, ანუ რამდენი კომენტარი მინახავს, რამდენი ვიდეო მინახავს, თუნდაც გამლელები რომ აუ როგორ დგანან და ერთმანეთს აგინებენ და რაღაც. ძმა, ეგ არის ასე ვთქვათ კულტურა რა, ჰიპ-ჰოპ კულტურა. ეს იყო ამერიკაში რა 90-იანებში, 80-იანებში და ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ მოვიდა რა. ხო და აი ხალხმა ჯერ ამის დაფასება უნდა დაიწყოს რა. ხო ასე? ჯერ ამის დაფასება უნდა დაიწყოს. თუ ჰიპ-ჰოპს უსმენ, მაშინ კულტურაშიც გაერკვიე რა. ბეთლი არ არის გასაკვირი არანაირად რა. საბოლოო ჯამში არტისტები ერთმანეთში ჩამოყალიბდებიან და მე უკვე გულნათკენ ერჩება ის სასწავლებრივ ერთმანეთს დააყარეთ და რის გამო რა. აი პატარა რაღაცას დავამატებ, აი ძალიან მაგარი რაღაც თქვი ხა, აი მანდიდან გამახსენდა, უცებ დიდი ხანია მინდოდა თქმა. ბევრი არის კომენტარებში რო წერენ რომ აი короче ერთმანეთს პირში უდგახარ თუ PvP-ზე მაქვს საუბარი ერთმანეთს პირში უდგახარ და აგინებთ და ისე და ესე ჯერ ერთი ანუ მე ადამიანები რო გავიცანი მაგათგან დავინახე პირველ რიგში ადამიანობა წესიერება და პატივისცემა დავინახე ერთმანეთისგან ერთმანეთის მხრივ ჩვენ მხრივ და გვერდში დგომა დავინახე რა ეგ ადამიანები ანუ მე დარწმუნებული ვარ ჩემ თვალსაზრისით ვიძახი ხა რა ეგ ადამიანები სანამ ბეთლზე ერთმანეთს წინ დაუდგებიან და ამას ეტყვიან იმას ეტყვიან მაგ ადამიანებს ელემენტარული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში რომ ჯიგრულად არიან და საზღვრებს არ ცდებიან რაღაც კონკრეტული საზღვარი არის სადაც ჯდებიან ეგ ადამიანები და ერთმანეთს ზედმეტად ისე არ ეხებიან რა იმ ყველა პიროვნება ვარ, ყველა რაღაცა ისეთი თემაა, მაგრამ რავი, სიმართლე ეგეთი პონტია, რომ ანუ არ არის ისეთი რაღაცა, რომ ერთმანეთს ზედმეტად შეეხო რა. იცნობენ ერთმანეთს ჯიგრულად არიან, მე რავი, რას დავინახე, მაგარი ხალხი არიან რა და უბრალოდ არ გინდათ, რომ ტყუილად რო წერთ, რომ აი ერთმანეთს უდგახართ პირში აგინებს, რაღაცა ისა ესა და არ არის ეგრე რა, ერთი ეგიცოდეთ, რომ მე რაც დანახული მაქვს, ჩემი თვალი დანახულს გეუბნებით, რომ არ არის ეგრე რა. პირიქით, კარგი პოზიტივი მოაქვს და მაგარი გარემო არის რა. ანუ ესე იგი ხა ჩალიჩობს რომ შემდეგ სეზონში მოხდეს რა, სულ კარგებს ლაპარაკობს. არა. შემდეგ არა, სხვათა შორის შემდეგ სეზონში, ფუ, ბოდიში. შემდეგ სეზონში. ანუ ხო აი მაგა წეღან ვიძახდი, სანამ გადავიღებდით რაღაც ცოტა ენაზე ისე მაქვს მეთქი რა, ცოტა ვიბნევი ხოლმე ზოგჯერ რა. ცოცხალი პროცესია ჩემო ძმა. ხო და მაგას ვიძახი და სეზონ 3-ში აჰა, სეზონ 3-ში ვერ მოხდი რა, სეზონოთ ხსომიზნევ კაროში და აი ამოჭრებზე რას ფიქრობ? აი ეგ ეგ არ შეიძლება. ესე დავსვა კითხოს, აი ესე ფორმულებას ესე გავუკეთებ. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს უნდა იყოს იმის პასუხისმგებლობა, ვინც ბაზრობს მაგას და არა ორგანიზაციის მაგალითად. იმის პასუხისმგებლობა უნდა იყოს. ხო და ანუ მაგ შემთხვევაში ხო ისე ხდება ეხლა რომ ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი თემაა და ჩვენ უნდა ამოვჭრათ. და მაგას ვამბობ, ვინც მაგალითად შენი ბაზრე, ხო? ეს არის შენი პასუხისმგებლობა მაგალითად იდეაში, ხო, რომ ჰეიტი წამოვიდეს შენზე და არა ორგანიზაციაზე მაგალითად. ხო და მაგიტომ ვამბობ, რომ უნდა მოიჭრას. ჩემი აზრით არ უნდა მოიჭრას ცოცხალი შოუ, როგორც შენახსენე წინა, ცოცხალი შოუ არის ცოცხალი შოუ. იქ რაც იდგმევა არის მთელი ცოცხალი შოუ, არის ჩანაწერი, არც არაფერი არტისტები ასრულებენ უბერავენ ბოლომდე. ვისაც რა შეიძლება ის უნდა იყოს მის პასუხისმგებლობაზე. აი ბანი იყო ნაწყენი, გულგატეხილი იყო რომ ამოუჭერს, არ შეიძლება რა, ეგრე ამოჭრა და რაღაცა. ხო, ნიკის თამბეთში. მაგის სრული რაუნდი რომ მოვისმინე, ვიღაცას TikTok-ზე ქონდა დადებული, მაგის სრული რაუნდი რომ მოვისმინე. მე ცოცხლად მოვისმინე, ბედნიერება მქონდა მაგის ბათუმში ვიყავ. ზიკოსთან გადაიღე მგონი მაგ დროს პოდკასტი კი ვნახე. ზიკოსთან და აზაზელთან. კი. ხო და
რას ვამბობდი რა, ანუ ის მთლიანი აუდიო რომ მოვისმინე დაწერილი, ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ვიდეოში იყო რა. ანუ დაწერილი მე ზოგადად ლირიკებზე ვამბობ ეხლა რა. ხო და შესრულება კიდე უკეთესი იყო. და ის არ უნდა ყოფილიყო რა ამოჭრილი რა. ახლა რა თქმა უნდა ბანისთვისაც უარესია, მან შრომა ჩადო, ყველაფერი გააკეთა მაგისთვის და ჩარჩოებში ჯდება მე თითქოს ხვდები, რომ ანუ შენ მიდიხარ ბეთლზე, მაგრამ მაინც ისინი გაკონტროლებენ რა. ხო და მაგრამ ფიქრობ რომ აი ეს რო თქვა ხო არ ამომიჭრიან და უკვე რაღაცა თქოს სხვა იმაში. უკვე ვეღარ დაწერ, მე ვეღარ დაწერ, იმ ხასიათიდან ამოხვა. მაშინ ეგრე ვაფშე არ დაწერდა ეგა ხო რა. მაშინ რა გამოვა რა, არაფერი არ გამოვა, მაგაზე იყო ხალხი უკვე მაყოფილი. თან ეხა უსმენენ კიდევაც და უფრო სხვა მაშინ გაგვეპარაო რომ არ მოусმინეთო და მუღამიც ეგ იყო მე ვფიქრობ თავიდან კლიპის თემაც რო დაიწყო რომ ანუ რო ბაზრობდნენ არ იყოს ამოჭრილები და რაც ხდებოდა ცოცხალი პროცესი მაგარ მიიზიდა ეგ სიტუაცია რა. ეხაც მაიკლასთან მგონი რაღაც მომენტია მოჭრილი იყო. კი. მაგრამ ეხა რაც დავაფიქსირე ამოჭრილი კი არა ხმები არის ხომ რაღაც დადუმებული თუ რაღაცა ვოკალები თუ რაღაცა მომენტია. შეიძლება ანუ ეგ თვითონ ორგანიზაციის ბრალი არა უბრალოდ იმდენი ხალხი რო არის მაგაზე გათვლაც უნდა გააკეთო რომ ანუ ყურსასმენი გეკეთია ისინი ესენი ეგ ბაზარი არ არის რა. რომ გათვლა არის რომ აი ხა ამდენი ხალხი ბაუნსობს, ამდენი ხალხია სიტყვაზე და ცოტა შეიძლება ხმები აირიოს ყურსასმენი გძრება იქ ისა ესე პატარ-პატარა ხარვეზები არის კი. ხო არა ეგ ხო არა მე თვითონ მაგას ვამბობ რა რაღაცად მაინც ვფიქრობ რომ უნდა იყოს არტისტის პასუხისგებლობა და არა ორგანიზაციის რა რომ ხა მე ყოველ შემთხვევაში რასაც მინდა ვიბაზრებ ზღვარგადასული ტიპი ვარ მაგალითად მოვედი ბეთლში რომ გადაგიარო მაგრამ ჩემი პასუხისგებლობა უნდა იყოს რა და ჩემზე უნდა წამოვიდე რა სიძახი როგორი ძახი კი ხო და არა ორგანიზაციაზე რა ხო იმიტომ რომ იქ თან სანამ დადებენ ხალხი ხო ისმენს ანუ იქ ეხა იმდენი ხალხი არის ყველა ისმენს თავი და რაც და მაინც უცელდება ხო მაინც უცელდება აზრი არ აქვს ვიღაცამ აი გადაიღებს თუ არ გადაიღებს ვიღაცა იტყვის რომ ესეაო მე მეორე იტყვის რომ აი ესეაო და სიო გავრცელებული აზრი არ აქვს რა მაინც ყველაფერს გაიგებს კი კაი ამ ბეთლების თემაში რომ ამბობდი მცხეთაშიო რა იქ დაიწყეთ და გაჩერდა თუ რამე განვითარებას ხო არ აპირებთ იქ ცალკე მცხეთაში მოხდა მაგ თემას აი ეხა ვიტყვი მაგაზე ერთ რაღაცას რა Hey, yeah. Hey, 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 hey. Hey, hey. Hey, hey, ჩემი სტილი ბევრმა აიღო და გაცვით აჯერ ყველამ ვერ გაიგო მე აქ ჰიპ-ჰოპის კარამინდა მე სუხოცე ვიქნები ხო და არ მელევა სტამინა როცა მინა შევისვლი მე ფლოუსა და კილოს დოტერელე არ გენა მითხარი რო არ გაკენო და შენ თუ ჯონ ვიკი ხარ ჩემთვის ხატომ ღაცხანინო და ბალა ესაკენი რატო უნდა აწყენინო როცა შემყავს ფლოუ თავისივე და ნართებიდან მე ვარ თამაში ლეგენდა ზემო ლეგენდებიდან მე არა ვარ მგელი მაგრამ მე ვარ მთვარე მთებიდან და პლაგიატორე ბოჯოს გააჯვათ ისერებიდან მე ვარ უხეში უხესე უხეში ვარ მე უხეზე ხიდან ბარტყი ვარდება და ხოდა ვიყვანე ძვაზე შერაიცი სტილია ბაშერაიცი ბიჭორებზე როცა ხმალი მოიგნიე ძალე ზამოეგო ბეძა მინდა კოსმოსში ვიქნები მინდა ავალის მწერზე შედარებას თუ ვერ ხე მოდი და მე კიდე ფეხზე არ არის ბანდო და ვერ იქნება ბლეკ ბოტოლის გარეშე ვაკაიფებ შენ და გაბოლე და მოტოლე გიხმარ და პირველის გაყოლე ხოდა მომენტი მინდა რომ მიწავდეს ეს კოშმარ დღე და ღამე თვალს რატო არ გარიდებს თუ კი დაგამწრია მაშინ ვერავინ გაიგეს მაღალი ლეველი ვარ და არ მივიღებ კალიკეს მე არ მაქეში მაგრამ არ მივიღებ კაპიკებს დედას პირში მიმღიმარს და ისევ არიგეს ბალა ამბითებს ხმარობს და მერე მაგას არიგებს შენ აირებს თავსაზრով და წინ გალესილი ხმალი დევს შეჩერებით ვერ მაჩერებ და იტყვიდით არიგებს მე ვარ უცნაური რადგან უცნობ ტიპებს არ ვიჩნევ ლაკა არ მაქვს ჰიპ-ჰოპში და უმეტესი კვალი მე დავატყერო შიში შარი მისია ვიგიდე მაგრამ შარო გირჩევ თავი მარიდე მე ვარ რონალდო და პენდალი მაგ და სათნელი ნახეთ რომელია ლუკმა რომელია აქ საჭმე არ გავდისო თორე მერე ისე მოგიჭერს ასმელი მე არა ვარ მთვალი მაგრამ ბრაცია გებს ისევ მელი მე ვარ პირველში ზევ ჩემი თავის ჩემი მტერია ეი ხოდა ბაბა ბარაბანს უყურს გამანდას ბალაბიდეს მარობს და გაგატანს რომელი რეპავს რომელს ააგავს ერთს მოუკრავს და ყველა დაგარტყოს და მეტაკები ფეხებს ამაჯამს ვიძახი ერთში ერთს გამატანს უკაზადებს ნაბის უკაზადებს მანიფესტაცია მანიპულატორზე არ ვდროს არ უკან ყოველ თვისრ რულზე არ აი ბიჭები ვინი ამატერასუ კიდე არ ვიცი ხო ახლა არ მაქვს სახელები კარგად ბიჭები ვინ იყვნენ მაგრამ აკეთებენ ბეთლებს რა თავის პონჩი ონლაინ სივრცეში ბეთლებს აკეთებენ და ძალიან მაგარი რაღაცა არის იმიტომ რომ ეხა სიტყვაზე ვინც პროექტში ვერ ხვდება და მართლა ძალიან უნდა და სიტყვაზე პროექტში მოხვდა და თავის პონჩი ისწორებენ და кайფობენ თავის ჭიასიკლავე რა და ჩვენც ეგეთ პონჩი ვიყავით რომ თავიდან მცხეთაში ისე არაფრის გამო დავიწყეთ და ბოლოს მე ესეთი რაღაცა ვიფიქრე რომ მეთქი აი
სიტყვაზე ცოტა რო გავზარდოთ მეთქი მასშტაბი რაღაცა ესა მოვიწიოთ მეთქი ბიჭები ესენი კაროჩე რომ ვინც კარგად უბერავს მეთქი ბეთლები ევასება რომ მეთქი ხوار შევეხმიანოთ რაღაცა ცოტა უცხო ტიპებთანაც მეთქი კომუნიკაცია რაღაცა ჩამოვიდნენ ესა რაღაცა პატივი უცეთ ვიბეთლავთ გავისწოროთ მეთქი ვაფშე სეზონზეც ვიფიქრე რომ მეთქი ჩვენ პონჩი სეზონი გავაკეთოთ მეთქი ხოაზე ხარ რა და ბიჭო რავი საბოლოოდ არაფერი არ შედგა რა მაგრამ ისე კაი იდეა იქნებოდა ანუ ჩემ პატარა აზრს ვიტყვი რა გიშლით ხელს არტისტების ნაკლებობა თუ ტექნიკური მხარე თუ აი როგორი რაღაცა არის ჯერ ეხა იქ რო აკეთებ ეხა ბაზარი არ არის რომ ეგრევე ვერ დაიწყებ უმაღლესი დონიდან რომ რაღაცა სერიოზული დინამიკის სერიოზული მიკროფონი მაგრამ ელემენტარული მაინც ისეთი უნდა იყოს რომ ხმა კარგად ისმოდეს აუდიტორიაც უნდა იყოს იქ ბევრი ხალხი რაღაც აუდიტორიაც უნდა იყოს რა უნდა იყვნენ ისეთი არტისტები რომლებიც კარგად წაიყვანენ რა სხვადასხვა ბევრი არის ძალიან ბევრი არის მაგრამ უნდა იყვნენ რა ვინც სრულის გამოთქვამს რა და ცოტა ეგ არის რომ ზოგი შეიძლება შორს ცხოვრობდეს ზოგი შეიძლება იქ ცხოვრობდეს ვერ მოახერხოს რაღაცა პატარ პრობლემები იყოს და ეგ შლის ხელს თორე აი მცხეთაში დიდად არ არიან არტისტები რომ სიტყვაზე მან ჩაგვეტარებინა რა სიტუაციას გააჩერდო კაცი ეგე კი ბაზარი არა და წასასვლელი პოჩი ეხა მალე წუთი პოჩიც არიან ესე ბევრი არტისტები კი და ანუ ეგ არის რომ შეიძლება რა ვიცი მე ვთქვი კიდევაც რომ მეთქი არტისტებთან რაღაცა ვცდილობ რომ კარგი კომუნიკაცია მქონდეს მეთქი და შეიძლება ეგეთი რაღაცაც რომ აი ბიჭებმა ყველამ ხოაზე ხარო ერთ რაღაცა ისეთი ჩათი გავაკეთოთ თუნდაც რომ აი ვისაც მართლა მაგრად უნდა ბეთლი სიტყვაზე და პროექტისკენ ვერ მიიწევს რაღაცა მსგავსი გავაკეთოთ რავი პატარა აზრი არის ჩემგან ეგეთი და რავი თუ ვინმეს უნდა ხო რა ნუ რა ვიცი ხა თუ დარეკლამება ან ტექნიკური მხარე ან გადაღება და რა ვიცი რაც შემეძლება და რაც მაგ და როგორც ამაგ და ჩემი მხრიდან თუ ყოველთვის მაგას ვეუბნები ხოლმე ხა განსაკუთრებით დამწყები რეპერები თუ არიან და რაღაც პროექტი არის რომ რაც შემიძლია ხა ეს პოდკასტებიც ხო იდეაში მაგითო კეთდება რომ ესე ყველგან ყველას არ იწვევი მით უმეტეს დამწყებ რეპერებს და ბევრი პოდკასტებიც არაა სადაც კონკრეტულად რეპერები არიან. ან თუ არიან მაინც და მაინც გაკაჩული და სახელიანი რეპერი უნდა მიიწვიონ ხა. ცუპონჩი არ ვამბობ, მაგრამ თქვენ წყვებით რომ ეგრე. კი. და ეგ არის რა. ერთს ვიტყვი რომ წეგან ჩვენ რომ მოვედით ბიჭები რა. ჯერ ერთი ძალიან მაგარი გარემო არის. ანუ შინაურული გარემო არაფერს არ გზნობს სტრესს, რაღაცა ისე ან დაძაბულობას. ზეწოლას მით უმეტეს. აი არანაირი. რავი, ამდენი რაღაცა ეხლა თქვენ უბრალოდ უყურებთ ვიდეოს, სადაც ხარისხი არის, რაღაცა ჩვენ ლაპარაკობთ საინტერესო რაღაცეებზე, მაგრამ შიგნიდან ვაფშე შიგნით რა ხდება არ იცით. რამდენი იწვალა ამ კაცმა? აი ამ კაცმა რამდენი იწვალა? მე აღარ ვწუხდი. ხო და ნახე. ხო და მე ჩვენ ვიტყვით რომ აი მართლა ძალიან ბევრს წვალობს. ანუ ესეთ რაღაცა საქართველოში ჩემს და არავინ ჩემს და საერთოდ არავინ არ აკეთებს რა დამწყებ არტისტებს არავინ არ იწევს არავინ არ აკეთებს მსგავს რაღაცას რომ ხალხს გააცნოს უფრო ანუ ეს არის ჰიპ-ჰოპის წინწაწევა რა ხო და უნდა დავაფასოთ ერთმანეთი მით უმეტეს ჩვენი თორნიკე რომელიც ძალიან გვერდში გვიდგას ძალიან კარგი გარემო არის და ვფიქრობ რომ უნდა გამოიწეროთ არხი კიდევაც უნდა დაალაიქოთ ანუ არავის ნათქვამი არ არის ჩემი აზრი არის იმიტომ რომ ეკუთვნის ყველას ეკუთვნის არ დამეძალებია გებიცე ყველას ეკუთვნის ეგეთი რაღაცა ვინც მართლა იმსახურებს რა და რა ვითხოვნა ჩემი თხოვნა არის აგერ ბიჭებმაც ნახეს ყველაფერი და მართლა იმსახურებს რა და უბრალოდ უყურებ ვიდეოს მართლა დაალაიქე გამოიწერე რა უნდა რა ხო ანუ ისე რომ შემოვედი თავიდან ისეთი შინაურული გარემო დახვდა ისეთი ცოტა კი ვალოდინე ბიჭებს არა ეგ არაფერია არა უშოს რომ შემოვედით ისეთი შინაური გარემო დახვდა აი მოვიდა პატივიქცა ადამიანმა რაღაცები დაითრია ლუდი ისა არ მოგვეწყინა და სპონსორით რა უი სპონსორებს რა შეეხება სპონსორი უეჭველი იმიტომ რომ არ შეიძლება ესე რა სპონსორი აუცილებელი შეიძლება იყოს რა რომ დაასპონსორო ხო ბაზარია წვენი ლუდი გაია ბაზარია კონტუსაც უკეთესია ჰიპ-ჰოპ კონტენტი იშვიათია რა არაკეთებენ საქართველოში და აგერ ეს კაცი აკეთებს ჰიპ-ჰოპი კიდე ხო ვტებით როგორი ისაა რა ანუ თავარი მუსიკის წინსვლა ხო და რომ დაასპონსოროთ თქვენს მოგებაში იქნებით რა ხო შეში დუხს მოკლედ ბოლოს რო წავიდეთ პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედით ვისიამოვნე ბევრი რაღაცები გავიგე კაი რაღაცები მოვისმინე ხო და აი რას აპირებთ როგორ აპირებთ საით აპირებთ განვითარებას მაგასაც ვეტყვით მოკლედ ვაპირებ გეგმა მაქვს ჩემი ლეიბლი შექმნას რა თქმა უნდა ჩემი ძმა უზი მოკითხა უზის აგერ ჩემი ძმა იქნება ჩემ გვერდით და კიდე რამდენიმე არტისტები პოჩი ძალიან ბევრი არტისტია რო იცოდეთ ჩოჩსკი არის ერთი კიდე მაგარი არტისტია ჩემი ძმაკაცია სალამი ჩოსკი ჩემი ძმა ხარ მოკითხა ყველას ბიჭებს რეპუბლიკის სახელი ქვია ჩოსკი კი ჩოჩკი რა ჩოჩსკი თიც რა უყო ბიჭო თიც ეს ჭირა ჩაჯდება პრიკოლებში რა
კასტეც მაგრა უბერავს, ბანი და ის კი იცი რა, კლდე და ისინი და არის კიდე არტისტები რა, ბევრი ვინც უბერავს. ენემიც ვიცი კიდე ფოთი. კი, ენემის არ ვიცნობ ხა, მაგრამ უпроსია ჩემზე ბევრად, მაგრამ ენემის კარგად უბერავს რა. ხო და გადაუხვიე ხა სხვაგან წავედი. არა, რეპის გარშემო ტრიალებ. ო რა ის მაინც ვარ რა, ვარ, ის ბოქში გოგოზე მოძრო. ვაცანრობი. ხო და ლეიბლის გაკეთება მინდა, ჩემი მალე მოიხოდება ივენთებიც, რაღაცა გეგმები მაქვს. უი, ხო, ისიამოვნებთ, გაგისწორდებათ. ვა დაბადიჟი. რა თქმა უნდა შენ ყოველ ეგრევე ბილეთები ავყარე. ясно, არა. ხო და რაღაცა გეგმები გვაქვს რა, კიდე რამდენიმე ახალი არტისტი იქნება ჩემთან, უზი ჩემი ძმა, ჩემ გვერდით იქნება რა თქმა უნდა. და კიდე რამდენიმე ახალი არტისტებიც იქნება, რომლებიც შევქმნით რა რაღაცა ლეიბლს და რაღაცა გეგმები გვაქვს რა მაგ თემაში ხა ტრიალ და რაღაცა. და ივენთები და რაღაცები იქნება. სამომავლოდ მერჩები და რაღაცეებს ვაკეთებ კიდე ჰიპ-ჰოპის გარშემო რაღაცა, დიზაინ და რაღაცა ისე მაგრა გამოდის მევასება რა, ის მანები და რაღაცა იყო ის. ხო და მანდ და სწავალთ რა და ნუ ყველაფერი მოიხოდება რა თქვენ არ ინერვიულობთ. კი და ესეთ რაღაცა აი ძალიან მაგარი რაღაც თქვა ამ ბიჭმა სხვათა შორის ეგეთ რაღაცაზე მე ვფიქრობდი აი სანდრომ კი იცის რამდენი ხანია უკვე თავიდან ანუ ეხა ივენთის გაკეთება არ არის ესეთი მარტივი რა იმიტომ რომ უნდა ყავდეს აუდიტორიაც კიდევაც რომ მოვიდეს ხალხი და რაღაცა რა და სხვათა შორის ეგეთ რაღაცას ვფიქრობდი რომ მეთქი კაროჩე ძალიან ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიჭები, არტისტები, ვინც არიან ყველა კარგი არტისტი, მინდა ხოაზე ხარო, ანუ შევკრიბო, ანუ ვისაც სიტყვაზე უნდა ივენთი რაღაცა ისა ესა, კაროჩე, მე მაქვს რა, ანუ მე ვიცი ერთი კარგი ადგილი, სადაც უარი არ მითხრეს, ძალიან ჩაოლებრივად ჩამატარებინებებინიო, თქო, გარე ივენთი არის რა. ეგ ტერიტორიულად თბილისის ზღვასთან არის კი. მან ჩამატარებინებენ ივენთს და ძალიან მაგარი ხალხი არიან, მოკითხვა პონტოს ბარი არის, ახალი ბარი არის და ესეთ შემოთავაზებასაც გეტყვით, თუ გაგისწორდება სიტყვაზე ივენთის პონტი იქნება თუ რაღაცა, შევხმიანდე და აგერაც ჩაგატარებინებ ხო, ხარ ერთად ჩავატარო თუ გინდა აქ ვაფშე და ივენთი და მანდაც მოწვეული. მანდაც რა თქმა უნდა. თორნიკე ყველგან მოწვეული არის, იმიტომ რომ ძალიან პატივი გვცა და ძალიან ისე, აგერ ვიქნებით რამოდენიმე არტისტი და ძალიან მაგარი საღამო ცეცხლე შოუ იქნება კაროჩე რა. ისე სხვათა შორის როგორც რეპის თემაში წლებია უკვე ესე არ გამირებია და რაღაცა ამ პონჩი და კონცერტებზე რა და მაგ თემაში შეიძლება მე რომ გავიჩნდო და როგორც თოკაფე სხვათა შორის და ჩემთვისაც გაიმონდე იქნება და თქვენს გაგისწორდეთ. კი. ესა. შენასაბირო სანდრო. რომელიც დავისდავად შენთან ერთად. კი. აგერ ერთმანეთს გვერდში უდგავართ მაქსიმალურად და არ არის სიბოროტე არავისგან ანუ არაფერი არ არის მასე. სიბოროტე არ უნდა არსებობდეს. კი. სიბოროტე არ უნდა არსებობდეს, კაროჩე გულში წენა არაფერი, კაროჩე. ეგ დარჩა იმინა, როგორც მიმი. მაგრამ სხვათა შორის ძალიან ცუდად უდგებით მაგ ადამიანს, ეგრე არ არის რა. მე მაგ ადამიანს პელეზე ვიძახი რა. პელი არის ჩემ პელი მაგარი კაცია, თავის საქმის მცოდნე. ძალიან მაგარი კაცია. კაროჩე, მაგარი საყვარელი ადამიანი არის და ძალიან გულიანი ადამიანი, ანუ თვითონ პიროვნება ეგეთი, ანუ არ ეშინი არაფრის, კაცო, პიროვნება ეგეთი, ეგრე ვლაპარაკობს, ანუ ნუ აიგდებთ რა. ჩემთანაც რო ისაუბრა, კაი ადამიანია, მართლა კაი. როგორი ესე ბუნჩულა კაცი რო. ხო, აი ძალიან საყვარელი მაგარი მაგ თემაზე ზუსტად ის რომ მქონდა, პოდკასტი რომ მქონდა, წეგან საბა რო ახსენე. ხო. საბა და ჭიასთან რო მქონდა პოდკასტი, მან ვიბაზრეთ გაკეთეს ეგრო. ხალხმა მეთქი რომ ეს რაღაც აგდებულად რა არა ძმაო რა ეშინოდა კი არა კაცო მივედითო და კაცურად ვილაპარაკეთ შევდახდით ჩამოყალიბდითო და რა შიში რა ეს ეხა ესე რომ დომოდო სხვანაირად არა ხო ხდება ხო ეხა რა თქმა უნდა მაგაზე ვიდეოსაც არ უნდა იყო ჩეხაობა რა თორე ეს მიმათ რო დარჩა რომ სიბოროტე არ უნდა არსებობდეს და რაღაცეები ეს ვღადაობთ თორე ყველას მოკითხვა ყველას რესპექტი თავის საქმეში და ასე შემდეგ რა ეხა რეპის გარშემო კიდევ ტრიალებს რეპის გარშემო ჩემი და წამოგვეწევა მალე შენი და 8 წლის არის და ბაძავს და აი როგორ რეპავს იცი ფრისტაილები ჩემზე უკეთესად გამოდის ძალიან კარგი გოგო რეპერები ცოტა ხო ბაკლია კი ბატონო კაი მაშინ აბა რა ვიცი მეტი რაღა დამჩენია წარმატებები გაიხარე შენც ასევე გაიხარეთ ფოთისკენ კეთრინგ გზავრობა გაიხარე მაგრამ ხო და თან ისე დაემთხვა რომ გუშინ რომ მივწერე მეთქი ამ დღეებში ჩავწეროთ მეთქი და აუ რა ამ დღეებში ხვალე ვიდეო რო უკეო და თუ აწი მოესწრო მე როგორც მეთქი კაი ბაზარია დავაი დავხვალე ხარ ხო პლუს ამ ხალხთან მქონდა კიდე მიმოწერა გუშინ და მეთქი დავაი ხვალე რომ რა იცი რაც მეტი მრავალფეროვნება და სხვა არტისტი კითხულობს, საუბრობს და რაღაცა უფრო რაღაც საყურებელია. ყურებადი თემაა და უფრო ასწორებს და მადლობა სასიამოვნო იყო. ჩვენი გაცნობა ბიჭებო. ასევე
წარმატებები და ბევრი ივენთები, ბევრი ფულები, მაყუთები, გასწავლება. მე ბევრი სპონსორი. გავითარების დავასპონსოროთ და დავაფასოთ რა, იმიტომ რომ მართლა არავინ არ აკეთებს ესეთ რაღაცას კიდე დავამატოთ. ვიდეოში ისე ლამაზად ჩანს რომ უყურებ ხოლმე, აი ვითომ ზარაფერი. ხო რა, მაგრამ რეალურად აქ მოვედი და იმდენ რაღაცას აკეთებს, მე თქო არ მოგიხმარო მეტი. გუშინ სანდრომ მითხრა რა, რომ ანუ ის არისო რა ქვია, ვაფშე სხვა თემაო რა და ეხლა რომ მოვედი, ანუ სულ სხვა თემა არის, ანუ მაგიტო ვიძახი რომ ხო ესე დავარწმუნეთ დალაგებულად რო უყურებ, რომ აი ესე ვიდეოში მიდის თემები, ხო, მთელი ამბავი ხო, ღამეები ვზივარ, ჩიფსები, წვენები, რაღაცეები, გადაჭრა, გადმოჭრა. ჩაუჯდები და ასწორებს რა. ხო, მაგით არ ვიღლები იმით, რომ ლაიქები გეზარებათ და გამოწეროთ. ეგ სხვათა შორის მაგრად ასწორებს, ტრეკს რო წერ ხოლმე, კაროჩე, არ ვამიქსიგებ. სახში რომ მოდივარ ღამე გარეთ რო გავდივარ, რაღაცებს დავით რომ მე ჩემპიონში მთელი ღამე უჯდები მაგარია. კაი, ეგ არის. აბა ჰე. აბა ნახონდის. ახონის. გამოიწერეთ უეჭველი. ეგ არის. Wins. Uncontrolled substance. მე ვარ ვისთან, ჩემთვის მარტო ჩემთვის არა ვისთან შეგინდა ნახო ბოლოს ლისთან ვისთან და ტოვე კვალიფოვე კრისა ვისთან და ტოვე კვალიფოვე კრისა შეში ვათავებ ტყვიას და ცხები მირბიან მე ცაზე ვარ ვასკლოვებს ხალხი თვლიან სულ მაღლა ვარ მაღლა და მაღლა მიდია ეს ბოზები საშიშამთვლიან ეს ბოზები საშიშამთვლიან და ტოვებენ ფაქს მერე ვურევდი გზასთან ცოდვები მჭამს მაგრამ ჩემთას თავზე ვიმაგრებ კასა ვიკრავ ბენდენას არხან მისტა შენში არის პიზდა დამეჯახე ბიჭო ჩხუში ძველი როგორც გიზა გბზავებს მაგანა თამიკეთია გრილზა მე ფლექსაო ვერსაო მეძახიან გიჟას გიჟი ვარ ცხოვრები და მერე გაგები დავყნავ ტვინს ვესები და მერე ბარები ცხოვრება და ვინახე გაქსარული თვალებით ესენი კი ვიზე გაქსა შინაგანად ქალები ბოზო შენ მისმინე კარგად მე მიზნები მაქვს ისეთი რომ შენი შური გლანდავს ღამეს არკეს გადახურე ეფექტები დაგბანა მონკლერებზე თეთრი ლაქა მოიშორე საფარ ბიჭო განგსტერი ხარ არა ყლე ბიჭო